როგორი მიდგომა გაქვს ადამიანებთან რთულ პერიოდებში? იცი, აქ ჩემთვის ადამიანები თანამშრომლები არიან რა. ჩემთვისაც თანამშრომლები არიან ადამიანები და უნდა ვაღიარო, რომ ყველაზე მეტად მაგ საკითხი, ანუ რეტროსპექტივაში შარშან დავუთმე მაგას რომ მას მერე რაც სამსახურიდან გამიშვეს პირველად ცხოვრებაში, ბევრი მთელი მენეჯმენტი მაგრამ მნიშვნელობა გამიშვეს და ვიფიქრე რა ბევრი რა ჩემ ლიდერშიპზე როგორი იყო რანაირად იყო და ჩემთან სამწუხაროდ ვიპოვე მომენტები რომ რთულ პერიოდებში თავიც მოვიტყუე ვითომ სწორ სტრუქტურულ გადაადგილებებს ვაკეთებდი რა და რეალურად გადარჩენის კუთხით ვაკეთებდი მაგას, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული წნეხი იყო რაღაცა თემაზე და არ მოვიქეცი ისე როგორც არართულ პერიოდში მოვიქცეოდი და არართულ პერიოდში ეგრე იმიტომ კი არ მოვიქცეოდი რომ რაღაც სტრუქტურის ეფექტურობაზე მაშინ არ ვდარდო ხოლმე არა, იმიტომ რომ უბრალოდ წნეხი რო არ არის ცოტა უფრო მეტი ადამიანური შეხება გაკმოგეთ სტრესში უფრო გადარჩენისკენ წავედი, ეგ მინდოდა მეთქვა რა და შესაბამისად არ მინდა რომ ვთქვა რომ ეგრე ვიქცევი, უბრალოდ რაც გამახსენდა ხა მაგ კითხვაზე არის რომ ხო კი სტრესში მახსოვს რომ დამიყენებია გადარჩენა მოწინავე მხარეს და არა ეგრეთ წოდებული ჩვენ, მოდი ესე რომ ვთქვა, თან მოგება win-win სტრატეგია ვთქვა და უფრო მეტად მე მომაგებინა ნეტად ხო. არ ვიცი რამდენად გავეცი კითხვას პასუხი.